ტრევის შადრევანს საინტერესო ისტორია აქვს. ჩვენს წელთაღრიცხვამდე 19 წელს იმპერატორ ოქტავიანე ავგუსტუსის სიძემ მარკუს აგრიპამ აკვედუკის აგება გადაწყვიტა, რათა ალბანეთის მთების ფერდობებიდან რომისთვის სასმელი წყალი მიეწოდებინა. აკვედუკის სიგრძე 21 კილომეტრს შეადგენდა. გადმოცემის თანახმად რომაელ ჯარისკაცებს წყარო ვიღაც ქალწულმა მიუთითა, ამიტომ აკვედუკს აკვა ვირგო ქალწულის წყალი უწოდეს. საუკუნეების განმავლობაში ტრევის მოედანზე წყლის დალევა ჩვეულებრივი წყაროდან შეიძლებოდა. შადრევნის ცენტრალური ფიგურაა ოკეანე. ის ნიჟარის ფორმის ეტლით მოდის, რომელსაც ორი ჰიპოკამპი, თევზისყუდიანი ცხენი ეკაჩება. ოკეანე უზარმაზარი მდინარის განსახიერება ის დედამიწის გარშემო მიედინება. წყლის ყველა ნაკადი კი მისგან გამოდის. ოკეანის წვერი სიბრძნისა და ძალის სიმბოლოა. ცხენებს ტრიტონები მართავენ. ერთი ცხენი მშვიდი და დამჯერია. მეორე მოუსვენარი. ისინი ზღვის მერყევ ხასიათზე მეტყოლებენ. ოკეანის მარცხნივ ნიშაში სიუხვის ქალღმერთის ქანდაკებაა. მას ხელში სხვადასხვა ძღვენით სავსერქა უჭირავს. მარჯვნივ მეორე ნიშაში ჯანმრთელობის ქალღმერთის ქანდაკებას ხედავთ. ქალღმერთს მარჯვენა ხელში ფიალა უჭირავს, რომელსაც გველი შემოხვევია. მათ თავზე ორი ბარელიეფია. მარცხენაზე მარკუს აგრიპაა გამოსახული, რომელმაც აკვედუკი აკვა ვირგო ააგო. მარჯვენა ბარელიეფზე ის მომენტია აღბეჭდილი, როდესაც ქალწული რომაელ ჯარისკაცებს წყაროზე მიუთითებს. პოლის სასახლის თავზე რომის პაპის კლემენტი მე-12-ის გერბი მოჩანს. მას აქეთ იქიდან დიდების ორი ქანდაკება ამშვენებს. ქვემოთ კი წელიწადის 4 დროის გამომხატველი ალეგორიული ქანდაკებები და ინფორმაცია შადრევნის დაარსების შესახებ. ყველაზე ცნობილი ტრადიცია, რომელიც ტრევის შადრევანს უკავშირდება, მასში მონეტის ჩაგდებაა.